ბიზნესმენშვილის სამთავრობო პოლიტიკა ცნობილია პროგრამას, რომლის სახელწოდებაა ძლიერი დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა სტრატეგიული მიმართულებით. პროგრამის მიხედვით იგეგმება ხალხის აქტიური მონაწილეობით გატარდეს კონსტიტუციური რეფორმა. დოკუმენტში საუბარია ისეთი სისტემის შექმნაზე, სადაც საჯარო მოხელეები პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდებიან. პროგრამაში საუბარია, რომ მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, მისცემს სრულ და საშუალო ბიზნეს განვითარების საშუალებას, დაიცავს საკუთრების და შრომით უფლებებს, ხოლო მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუგერძოებელი. იგეგმება სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც დანაშაულთან ერთობლიობისას სასჯელის შეკრების წესით დანიშვნას გამორიცხავს. ასევე დადგინდება ფულადი ჯარიმის ქვედაზღვარი და გადაიხედება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის. პროგრამის მიხედვით პროკურატურის რეფორმა გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი. მთავარი პროკურორს პარლამენტის თანხმობით დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდა იქნება საშინაო საქმეთა სამინისტროდ და ჩამოყალიბდება სამოქალაქო სამსახურად. საჯარო სამსახურის რეფორმით კი შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, რომლის ამოქმედების შემდეგაც საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება დამოკიდებული არ იქნება პოლიტიკაზე. რა პირობებში უწევთ მუშაობა დეპუტატებს ქუთაისში წუხანდელი წვიმის დროს პარლამენტის შენობაში წყალი ჩავიდა. ამ დროისთვის დაახლოებით 20 კაციანი ჯგუფი პარლამენტის შენობას ასუფთავებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წყალი დაახლოებით 10 დღის წინაც ჩავიდა. იქიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე მინის სახურავის შეკეთება მიმდინარეობს. ალპინისტებისგან შემდგარი ჯგუფი სახურავს ყოველდღიურად წებოს გამოყენებით არემონტებს. Oh.